მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. დღევანდელი გადაცემის ციტატა ასე ჟღერს: რწმენის უდიდესი აქტია, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ის ღმერთი არ არის. ციტატის ავტორია ოლივერ ჰოლმსი, მე-20 საუკუნის ამერიკელი იურისტი, ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. სანამ თავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა ია ანთაძის ონლაინ დღიური. შეგახსენებთ, რომ თქვენი დახმარებით მინდა არხს რაც შეიძლება მალე ყავდეს 1000 გამომწერი. ეს ფაქტობრივად პირველი მიჯნა არის, რომელიც მინდა რომ თქვენთან ერთად დავძლიო. თქვენი ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა და ამიტომ გულწრფელად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი და იყოთ ჩემთან ერთად. დღევანდელი ციტატა ერთი შეხედვით ცინიკურად ჟღერს, რომ თურმე რწმენის უდიდესი აქტია, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ის ღმერთი არ არის. სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში ეს აზრი ცინიკურად სრულიადაც არ მეჩვენება და კაცობრიობის ისტორიის მანძილზეც ადამიანებს ბევრი შრომა დაუხარჯავთ იმისთვის, რომ აღეწერათ რა ხდება იმ ადამიანის თავს, ვისაც ავიწყდება, რომ ღმერთი არ არის. ცხადია, ამ ფრაზაში ღმერთი ყოვლისმცოდნეობას და აბსოლუტურ ძალაუფლებას აღნიშნავს. ამის სიმბოლო არის. ვისაც საკუთარი თავი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე გონია, ღვთის რწმენისგან ის შორს არის, რა თქმა უნდა. რწმენა იწყება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ შეზღუდულობას აღიარებს და ესე იგი აღიარებს, რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებს, ყველას და ყველაფრის მსაჯული არ არის და ვერც იქნება. სწორედ საკუთარი შეზღუდულობის აღიარებას მიყავს ადამიანი მეორე ადამიანთან. ამ დროს შეუძლია ადამიანს, რომ მოусმინოს სხვას, გაიზიაროს მისი წუხილი, მხარდაჭერა, თანადგომა გამოუცხადოს მას და ეს ყველაფერი ადამიანს აძლიერებს, რა თქმა უნდა. ხოლო საკუთარი თავის ღმერთად, ანუ ყოვლისშემძლე აღქმა, არის ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზია, რომელიც საბოლოოდ მას ძალიან აზიანებს და ჩვენ ამის შესახებ ვილაპარაკებთ დღეს. ძველი ბერძნების ეპოქიდან კაცობრიობას მოყვება ცნება ჰიბრისი. ეს არის ტიტანური კადნიერება, ტიტანური ამპარტავნება, როდესაც ადამიანი საკუთარ ძალას მეტისმეტად გადამეტებით აფასებს და ადამიანობის საზღვრებს კარგავს, რის შემდეგაც თავი გონია ღმერთი. ჰიბრისი არის პროცესი, როცა ადამიანები ლიტერატურული თუ მითოსის გმირები, ეს სქემა ერთი და იგივეა, გადიან გაამპარტავნების გზას. ეს გზა ყოველთვის იწყება რაღაც დიდი წარმატებით, დიდი გამარჯვებით და საბოლოოდ თავდება დაცემით ან გმირის დაღუპვით. ჰიბრისი წააგავს სიამაყეს, მაგრამ სიამაყესა და ჰიბრის შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა და ერთი და მთავარი განსხვავება ის არის, რომ სიამაყე ადამიანს ბავშვობიდან მოყვება, ხოლო ჰიბრისი არის შეძენილი ცხოვრების გზაზე. იმის შემდეგ, რაც ადამიანი მიიჩნევს, რომ მან მიაღწია წარმოუდგენლად დიდ წარმატებას. ძველ სამყაროში იყვნენ ეპიკური და ტრაგიკული გმირები. ისინი ხშირად სწორედ იმით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ ეპიკური გმირები რაღაც ძალიან სასარგებლოს აკეთებდნენ საზოგადოებისთვის, ტრაგიკული გმირები აკეთებდნენ რაღაც ძალიან სასარგებლოს საზოგადოებისთვის, მაგრამ ამის შემდეგ ეუფლებოდათ ამპარტავნება, ეს ყოვლისშემძლეობის განცდა და ამის გამო ისინი ისჯებოდნენ და ბოლოს იღუპებოდნენ. და ეს ტრაგიკული გმირები არიან სწორედ ჰიბრისის მატარებელი გმირები. მაგრამ არა ყოველთვის. ახლა ორ გმირს გაგახსენებთ მართალ ტობის ბიბლიიდან და ანტიგონეს სოფოკლეს ამავე სახელწოდების ტრაგედიიდან. ორივე გმირს ჰქონდა ერთი და იმავე შინაარსის პრობლემა თავის ხელისუფალთან. კერძოდ, ხელისუფლის მიერ გამოცემული კანონით აკრძალული იყო მიცვალებულის დაკრძალვა, ხოლო ღვთაებრივი კანონი კი ამბობს, რომ გარდაცვლილი ადამიანი ცხედარი აუცილებლად უნდა დაიკრძალოს. ტობიც და ანტიგონეც გაყვნენ ღვთაებრივ კანონს და კრძალავდნენ მიცვალებულებს. ტობი
ბაბილონის ტყვეობაში გარდაცვლილ თანამოძმეებს ისრაელის ხალხს კრძალავდა, ყველას ვისაც კი წააწყდებოდა დაუმარხავ მიცვალებულს მარხავდა და ანტიგონემ კი დამარხა თავისი ძმა, რომლის ცხედართან შეხება მეფის კანონით იყო აკრძალული და ყველას ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა, ვინც კი ამ ცხედარს მიეკარებოდა. ტობი აკეთებდა ღვთის საქმეს ძალიან ჩუმად, მოკრძალებით, რაღაცნაირი ვალდებულების გრძნობა ჰქონდა შინაგანად და ამიტომ იქცეოდა ასე. მისი ამბავი, მისი უაღრესად ტანჯული ცხოვრება იმის გამო, რომ სწორედ ეწინააღმდეგებოდა ხელისუფალს და მის ნებას და მის კანონს, ბოლოს დამთავრდა ეგრეთ წოდებული happy end-ით, ღვთისწყალობით, ტობის დაუბრუნდა ყველაფერი, რაც დაკარგა. ანტიგონე ღვთის საქმეს აკეთებდა განცდით, რომ ის არის მართალი და ამიტომ არის ძალიან ძლიერი. ანტიგონე დაუპირისპირდა თებეს მეფეს, ვინც გამოსცა კანონი, რომ მისი ძმის ცხედრის დაკრძალვა არ შეიძლებოდა. მაგრამ საქმეც ის იყო, რომ ეს თებეს მეფე იყო ანტიგონეს ბიძა და ასევე იყო იმ გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძა, ვისი დაკრძალვაც იყო აკრძალული. ანტიგონე უხსნიდა თავის ბიძას, რომ როგორც კი შენ ხელისუფალი ბრძანებას გამოსცემ, მაშინვე ხარ ხდები იმ ბრძანების სვერპლი და იმიტომ რომ ძალაუფალი ხარ, სინამდვილეში უსუსური ხარ, იმიტომ რომ შენი ძალაუფლების ტყვე ხარ და მე კი თავისუფალი ვარ, მე შემიძლია ავირჩევ ის რაც მინდა, მე ვირჩევ ღვთის სამართალს, მე ვირჩევ რომ დავკრძალო ჩემი ძმის ცხედარი, თუნდაც მოვკვდე ამის გამო. ბიძამის არ შეუძლია რომ ანტიგონე გადაარჩინოს, თუმცა ნამდვილად არ უნდა მისი მოკლა, მაგრამ რა ქნას, რა უყოს თავის ბრძანებას, რა თქმა უნდა ანტიგონე მართალია, როცა ეუბნება, რომ შენი ძალაუფლების ტყვე ხარ და არაფერი აღარ შეგიძლიაო. და არ უნდა ანტიგონეს სიკვდილი, იმიტომ რომ ჯერ ერთი მისი დიშვილი არის და მეორეც მისი სარძლო ოფიციალური, ანუ აი თებეს მეფეს კრეონს ყავს ვაჟი, რომელსაც უყვარს ანტიგონე და რომელსაც აქორწინებასაც აპირებს. როცა ვუსმენთ ანტიგონეს და ბიძამისის ამ თებეს მეფეს კრეონის საუბრებს, დიალოგს მათსას, ჩვენ ხედავთ, რომ ანტიგონე პირდაპირ განიცდის და ამბობს კიდეც, რომ მე შენზე ძლიერი ვარ, მეფეს ეუბნება, რადგან თავისუფალი ვარ. ანტიგონე არის ამაყი და ამ თავისი სიამაყით ეწირება ღვთაებრივი კანონის დაცვას და თებეს მეფე კრეონი არის მართლა უსუსური ანტიგონეს წინაშე და არ უნდა გოგონას მოკლა და ემუდარება მას და უხსნის ათასნაირად, რომ რატო გახდა იძულებული, რომ ეს კანონი გამოეცა და იქნებ როგორმე გადააფიქრებინოს ეს თავისი ძმის ცხედრის დაკრძალვა, მაგრამ ანტიგონე არის ძალიან თამამი მეფის პირისპირ და თავის უპირატესობას მუდმივად აჩვენებს, მუდმივად უდასტურებს თებეს მეფეს კრეონს, ბიძამის. ახლა ვიკითხოთ, ვინ არის ამ ორ შორის ჰიბრისით შეპყრობილი. ანტიგონე, რომელიც ძალიან ამაყია და საკმაოდ თამამად ელაპარაკება მეფეს, თუ მეფე, რომელიც საწყალია და ემუდარება ანტიგონეს, რომ როგორმე დაიხსნას თავის სიკვდილისგან და ნუ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც მეფეს აიძულებს, რომ მისი მოკლა ბრძანოს. თუ ამ ამბავს სწორი კუთხით შევხედავთ, დავინახავთ, რომ ის ვინც საკუთარი თავდაჯერებით და ძალაუფლებით გაბრუებული ღვთაებრივი კანონის საწინააღმდეგო კანონს გამოსცემს, რომ ცხედარი არ უნდა დაიკრძალოს, აი ეს არის თებეს მეფე კრეონი და ანტიგონე არის ის ადამიანი, რომელიც ეწირება ღვთაებრივი კანონის დაცვას. რა თქმა უნდა, ჰიბრისი არის მეფესთან, რომელსაც გონია, რომ მას შეუძლია დაუსჯელად გამოსცეს კანონი, რომლის ძალითაც ის თითქოს დაძლევს ღვთაებრივ კანონს. ცხადია, ვხედავთ, რომ გადამეტებულ აი ამ ძალაუფლებას და ნამდვილ ჰიბრისს მოყვება მავნე შედეგი, დაუსჯელი არ დარჩება არც ამ შემთხვევაში ჰიბრის ისე როგორც არ რჩება არასდროს და რა ხდება, როდესაც ანტიგონეს კლავენ, კრეონის შვილი, მეფის შვილი იკლავს თავს და აი ამითი ისჯება მეფე.
დიახ, ის ვისაც საკუთარი თავი გონია ღმერთი ან ღმერთზე მეტი, საბოლოოდ იღუპება. ამიტომ არის რომ ჰიბრისი ერთდროულად აღნიშნავს აღზევების და დაცემის გარდუვალობას. ანუ ეს სიტყვა არ ნიშნავს მხოლოდ აღზევებას. ჰიბრისი ნიშნავს ორ ცნებას ერთად, აღზევების და შემდეგ დაცემის დაღუპვის გარდუვალობას. თანამედროვე სამყაროში პოლონელი ანალიტიკოსისგან პეტრ კულპასგან გამიგია ხშირად ეს სიტყვა ჰიბრისი, როდესაც ის მოიხსენიებს ხოლმე ამ სიტყვით რომელიმე აღზევებულ პოლიტიკურ ლიდერს, მაგრამ იქვე ამბობს ხოლმე რომ ჰიბრისი, ესე იგი დაცემის წინა სტადია. მარტო სიტყვა ჰიბრის არასდროს არ ხმამს, აი ყოველთვის ამას ამატებს ხოლმე ჰიბრისი, ანუ დაცემის წინა სტადია. როგორც უკვე ვთქვი, ქართველ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დღეს ირონიის გარეშე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ოლივერ ჰოლმსის აი ამ ციტატაზე. რა თქმა უნდა, ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მთავარ ხელისუფალს ბიძინა ივანიშვილს და მისი მთავრობის და მისი პარლამენტის პირველ პირებზე, რომლებიც ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ესე ფიქრობენ, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, მათთვის არაფერი აკრძალული და შეუძლებელი არ არის და ფაქტობრივად არიან ყოვლისშემძლეები და ყოვლისმცოდნეები. ის რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ათწნებაში, საღვთო წიგნში წერია, მათი მოქმედების ჩარჩოს ეს ადამიანები დიდი ხანია გაცდენ და ეს ყველაფერი მათი მოქმედების ჩარჩოს არ განსაზღვრავს. როცა საკუთარი თავიან შენი გუნდის ლიდერი გგონია ყოვლისშემძლე, როცა ფიქრობ რომ ნებისმიერ კანონს მიიღებ, რაც გინდა, სასამართლოს მიაღებინები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც კი თავში მოგივა და რაც კი გონია რომ შენთვის სასარგებლოა. როდესაც გადაწყვეტ რომ შეგიძლია საუკუნეების წინ განსაზღვრული ქვეყნის გეზი შეცვალოს და სხვა მიმართულებას გაუყენო შენი ქვეყანა. როცა ადამიანებს ჩაგრავ ისე, როგორც მოგეხასიათება. როცა დარწმუნებული ხარ, რომ მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, არჩევნები, აი ეს პროპაგანდის ინსტრუმენტები ყველაფერი შენია და სინამდვილეში მართლაც შენია ეს ყველაფერი. აი მაშინ გიჩნდება განცდა, რომ ღმერთი არ არსებობს, ღმერთი ხარ შენ, ყოველ შემთხვევაში აი აქ, ამ მიწაზე, ამ ქვეყანაში. და მაშინ ფიქრობ, რომ 150 წელი იცოცხლებ და სამუდამოდ სანამ ცოცხალი ხარ, ძალაუფლება შენი იქნება. როგორც თქვი, ჰიბრისი იწყება იქ, სადაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ მას არაფერი არ ზღუდავს. და სამწუხაროდ აი ამ პროცესს ვუყურებთ ახლა ჩვენს სამშობლოში, ჩვენი საკუთარი თვალით. მაგრამ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ რეალობა ყოველთვის წარეთ იძიებს ხოლმე შურს იმ ილუზიაზე, რომ თითქოს ადამიანი შეიძლება იყოს ყოვლისშემძლე, შეიძლება იყოს შეუმცდარი და მას შეუძლია რომ დაიკავოს ღმერთის ადგილი ადამიანების გონებაში და თავის საკუთარ გონებაში პირველ რიგში. ჩემ წარმოდგენაში როგორი უნდა იყოს, როგორია ლიდერი, რომელიც პირობითად გადაწყვეტს, რომ ღმერთი არ არის. ბევრი პრეტენზია ამ ადამიანის მიმართ არ მექნება, ჩავთვლი რომ ასეთი ლიდერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს მოისმენს, რომელიც აღიარებს საკუთარ შეცდომებს და პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე. იმიტომ რომ ჩემთვის ლიდერობა პირველ რიგში ნიშნავს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და არასხვების ზურგს უკან რაღაცნაირად გადამალვას. ასეთი ლიდერი, რომელიც სხვებს უსმენს, მათ შორის განსხვავებულ აზრს უსმენს, შეცდომებს აღიარებს და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, იმით არის ძლიერი, რომ იცის, რომ მას აქვს შეზღუდული თავისი ძალაუფლებრივი შესაძლებლობები. ეგუება ამ აზრს, რომ არ არის ყოვლისშემძლე და ამ ცოდნით აგრძელებს ცხოვრებას და ამ ცოდნით აგრძელებს ქვეყნის მართვას. ეხლა მინდა ამ კონტექსტში ვახსენო ედვარდ შევარდნაძე, იმიტომ რომ შევარდნაძე იყო ის პრეზიდენტი, რომელიც სამეგრელოში ჩავიდა იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც იქ მხედრიონმა დაატრიალა. ჩვენ ბევრი რამ კიდევ არ ვიცით, მაგრამ დაახლოებით მაინც წარმოგვიდგენია, როგორ გააუბედურეს იქ ოჯახები, როგორ დააწიოკეს და როგორ უკიდურესად გაამწარეს.
დღემდე მიკვირს მაგ პერიოდში იქ გაზრდილი ბავშვები, გოგონები და ბიჭები კიდევ როგორ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში და როგორ სამუდამოდ არ შეჯავრდათ თავისი სამშობლო. შეიძლება ვინმე თქვას, რომ შევარდნაძე მამაცი კაცი არისო და ეს სხვა დროსაც არაერთხელ დაუდასტურებია, მაგრამ პირადად ჩემთვის პირველ რიგში შევარდნაძე არის ადამიანი, რომელმაც სხვა ქართველი ლიდერებისგან განსხვავებით და მათთან შედარებით ყველაზე ზუსტად იცოდა, რომ ღმერთი არ არის და ალბათ აი ამ ცოდნამ გადაატანინა მას ის შეურაცხყოფა, რომელიც ძალიან სამართლიანად მიიღო სამეგრელოში მეგრელი ხალხის მხრიდან. ქართველმა მეცნიერმა ზურაბ კიკნაძემ ჰიბრისის აღნიშნული ქართული სიტყვა მოძებნა, რომელიც მართლად აბსოლუტურად ზუსტად გადმოცემს ამ სიტყვის ჰიბრისის შინაარსს და ეს არის გაბუდაყება, რთული სიტყვა გაბუდაყება, მთიულური სიტყვა და როგორც ლექსიკონი გვეუბნება, მედიდურობას, მძლავრობას ნიშნავს. თურმე თემში აი ამ გაბუდაყებულ ადამიანს ძალიან ცუდად უყურებდნენ, მოიკვეთდნენ ხოლმე, სრულ იზოლაციაში აქცევდნენ, მაგრამ ხშირად ისე ხდებოდა, რომ ეს გაბუდაყებული ადამიანი მანამდე არ ჯერდებოდა ადამიანებთან პაექრობას და ჯვრებს, ანუ ღვთისშვილებს შეებმებოდა ხოლმე, მათთან დაიწყებდა ასპარეზობას და ამის შემდეგ ესეთ ადამიანს ან თემი კლავდა, ან თვითონ ჯვარი ღუპავდა პირადად მას და ზოგჯერ მთელ მის გვარს. ქართველების მთავარი გაბუდაყებული გმირი მაინც რა თქმა უნდა ამირანია, რომელიც არის ღმერთთან მებრძოლი და ამის გამო სამუდამოდ დასჯილი იმით, რომ არის მიჯაჭვული კავკასიის ქედს. ასე გამოდის, რომ ძველბერძნული ტრაგედიებიდან ქართული მითოლოგიის გავლით და დღევანდელ დღემდე ჰიბრისი, იგივე გაბუდაყება, იგივე ტიტანური კადნიერება, ტიტანური ამპარტავნება დიდად საშიში რამ არის, იმიტომ რომ ერთდროულად ნიშნავს აღზევებასაც და დაცემასაც. ასეთია ჟანრის კანონი. დღეს ამით დავასრულებ ამ უცნაური ციტატის კომენტირებას. გთხოვთ, რომ თუ რაიმე აზრი გაგიჩნდათ ჩემს ამბობთან დაკავშირებით, რომელიც დაუშვათ თქვენ გამოცდილებას უკავშირდება ან თქვენი ახლობლების გამოცდილებას უკავშირდება, მომწეროთ აუცილებლად, მე ყოველთვის ველოდები თქვენს კომენტარებს აქვე გადაცემის კომენტარების ველში და ახლა კი ხვალამდე დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ დაგიტოვებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და რა თქმა უნდა ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც უკვე ჩემთან ერთად ხარ.